ვაშენებ ივანე ნათლისმცემლის ტაძარს. ეს ტაძარი მდებარეობს ქალაქ რუსთავში. ელიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. და აქ შენდება წმინდა ივანე ნათლისმცემლის ტაძარი. დამხმარე ტაძრები იქნება წმინდა ნიკოლოზის და სპირიდონ ტრიუმფელის სახელობის. Იმიტომ სპირიდონ ტრიუმფელის პაჩუჩი მოაქვს წმინდა ნიკოლოზის ზეთი მოაქვს საფლავი და ჩამოდანილი და რაღაცა გადაყედა ჩამჩები ანგელოზი არის და სპირიდონ ყველა წმინდანები იყოს, მაგრამ სპირიდონ ტრიუმფელი განსაკუთრებით. ეხლა მშენებლობისთვის ყველაფერი მესაჭიროება რა. ეს რა თქვა ცემენტი, არმატურა, ფიცარი, თავი რა შეიძლება მშენებლობაში გამოდგეს, ყველაფერი მესაჭიროება ხო. ეს ჭირდება, ყველაფერი ჭირდება. პირველ რიგში ღვთისმსხალობა მჭირდება და მერე თქვენი დახმარება. მერცმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მე ვთხოვ ღმერთს რომ თქვენის მეშვეობით დახმარება გამიწიოთ. ეს იქნება მცირედი შესაწირი, ბევრი შესაწირი, ყველაფერი შეიძლება ღვთისგან, ღმერთისთვის. ამიტომ პატარა რამეც მცირედი შეიცილები ღვთისადმი. ეხლა ამჟამად მოღვაწეობ აი დღესდღეობით ესეთი ღმერთმა სამეთამდე უკვე კოლონები ჩავასხით, ეხლა ღვთისთვის განვადებით და აპალოყებისთვის ოფიცერი გჭირდება, ცემენტი გჭირდება, არმატურა გჭირდება და ასე შემდეგ რა. ყოველ შემთხვევაში მზად არა ვართ, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცებს ვიშოვით და გავაკეთებ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ დამეხმარებით და დაგვეხმარებით, ჩემი კოორდინატორი იცის თემურმა და გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მოგესალმებით. ქალაქ რუსთავში სამგორის დასახლება არსებობს, ესეთი ადგილია ბელიაშვილის 62 ნომერში. ჩამოვედით, რათა მონაწილეობა მივიღოთ ეკლესიის მშენებლობაში. მინდა განახოთ ეს ადგილი. დღეს კოლონები უნდა ჩაისხას, ველოდებით ცემენტს. განახებთ ბიჭებსაც, ქართველებს, ის ხალხი, ვინც კრწანისის ტყეპარკის დაცვაში იღებს მონაწილეობას. ზედმეტი ალიაქოთის გარეშე, ზედმეტი პანიკების გარეშე, იმისათვის რომ საქმე არ გაფუჭდეს, საქმით ვანახებთ რა შეგვიძლია ჩვენ. გამარჯობა ჩემო ძვირფასო თანამემამულენი. დღეს ვიმყოფებით ძველ რუსთავში, ახალი სამონგოლის შემოვლის გზაზე, კონკრეტულად ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც შენდება ივანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი.
ამ ადამიანებს გვერდში დგომა სჭირდებათ, ამიტომ მაქსიმუმ ვთხოვთ გაავსოთ ახლა ეს ვიდეო. ეუში ამ ადამიანებს სჭირდებათ ფიზიკურად გვერდში დგომა, ამიტომ კონკრეტულ ლოკაციას რა თქმა უნდა მაპის სახით დაგიტოვოთ კომენტარებში და დაგიტოვოთ ამავდროულად მათი პირადი ანგარიშნაურებსაც, თან გამომდინარე გვერდში დგომა აუცილებელია ასეთ უდიდეს საქმეში. რუსთავის გარეუბანში ვიმყოფებით, აქ მიმდინარეობს ივანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა. როგორც ადგილობრივი მომავალმა გითხრა, ეს ყველაფერი შემოწირულობით ხორციელდება და თითოეული ადამიანი, რომელიც აქ შრომობს, ასევე უსასყიდლოდ ჩვენ სოციალური ქსელების მეშვეობით აგვიკავშირდა მამაო, გთხოვა რომ ფიზიკური დახმარება ჭირდებოდათ და ჩამოვედით სამეგობრო, ვეხმარებით მაქსიმალურად. ქართველებო, ეს არის ჩვენი დამსახურება და მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც აი ამ ყველაფერში წვლილი შეიტანა და დღემდე არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერში წვლილი შევიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა და როგორც ფინანსური, ასევე ფიზიკური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. Beka!